თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გამოჩნდნენ. ვითარების დაძაბვის მიზეზი იმ მოქალაქეების წინააღმდეგობა გახდა, რომლებიც ავარიული შენობიდან გასვლაზე უარს აცხადებდნენ. თვალჭრელიძის პირველ ნომერთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ 4 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. გაირკვა, რომ სამართალდამცველებს წინააღმდეგობას ძირითადად ის მოქალაქეები უწევდნენ, რომლებიც იქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ. მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახების დიდი ნაწილი ინვესტორისა და სახელმწიფოს შეთავაზებას მალევე დათანხმდა. რამდენიმე ოჯახთან კი კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 3 წელი აქ ვარ უკვე, ვარ მიუსაფარი, უსახკარო, სოციალურად დაუცველი, მყავს 2 ობოლი, მათ შინაარსად დაკარგული სტატუსით, ჩემი სახსრებით გადავწყვიტე გაკეთება თავშესაფრის, მაგრამ ახლა მოხდა ის, რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით და არ გამიწევია რანაირი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევას და ველოდებით კრედიტორის კეთილნებას. ჩვენ თვითონ გავედით, არავის ძალადობით არიმით არ გასულა. ჩვენ თვითონ გავედით, რომ უსაფრთხოდ გვექცნო თავი. 18-ვე ოჯახი, რომელიც შედგება არასრულწლოვანი ბავშვებისაგან, მოხუცებისაგან, დღესო იქნება გადაყვანილი შესაბამის საცხოვრებლებში, დაკმაყოფილებული იქნება და გადახდილი იქნება შესაბამისი ქირები. სხვა ადამიანებთან შესაძლებელია გაგრძელოს მოლაპარაკება, უბრალოდ მათი მხრიდან არის მოთხოვნილი ისეთი კვადრატულობა, ისეთი ფართები, რომელიც ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ დაკმაყოფილდება. თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე 5 შენობა კომპანია Black Sea Property-მა 2022 წელს შეიძინა, თუმცა საკუთრებით ვერ სარგებლობდა. კომპანიამ თვითნებურად შესახლებულების გამოსაყვანად აღსრულების ბიუროს 1 წლის წინ მიმართა. აღსრულების პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. დღევანდელი პროცესი გახლავთ სწორედ ამ წარმოების შედეგი, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რაც ემსახურებოდა ერთის მხრივ კრედიტორის უფლების დაცვას, რომ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ მისამართზე მყოფი პირების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მესაკუთრე კომპანიამ დროებით მისამართზე მცხოვრები იმ მოქალაქეების ქირით გაყვანის ვალდებულებაც აიღო, ვისაც არც დევნილის და არც სოციალურად დაუცველი სტატუსი არ აქვს და საცხოვრებელს ნებაყოფლობით დაცლის. სხვებს კი სახელმწიფო დააკმაყოფილებს. არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არ მცდუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომელიც განხილვის პროცესშია. არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ და არ მისვენ. ყოფილი ქარხნის 5-ვე ავარიული კორპუსი მაცხოვრებლების უმეტესობისაგან უკვე დაცლილია. შენობას მეოთხე კატეგორიის ავარიული სტატუსი აქვს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზიანებული კედლები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომ მისი დემონტაჟი აუცილებელია.